დამოუკიდებლობის დღეს 26 მაისს 107 წელი აღნიშნავს საქართველო. თითქმის ყველა წელს გარდა საბჭოთა პერიოდისა ამ დღეს განსაკუთრებული ზეიმით ხვდებიან საქართველოს მოქალაქეები, ვისთვისაც მნიშვნელოვანია სამშობლოს ცნება და მისი ფენომენი. დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ზეიმს ოზურგეთში გასულ წლებთან შედარებით წელს მასშტაბურობა აკლდა, თუმცა დილიდან ქალაქში სხვადასხვა გასართობი, სპორტული, შემეცნებითი თუ ეთნოგრაფიული და რაც მთავარია, სამხედრო კუთხეები იყო მოწყობილი, რომელსაც დამთვალიერებლები სტუმრობდნენ. ჩვენ დღეს რიგითი მოქალაქეების, სამოქალაქო აქტივისტების, ახალგაზრდების, ასაკოვანი ადამიანების აზრი მოვისმინეთ სამშობლოზე, 26 მაისზე, მის მნიშვნელობაზე, საქართველოს აწყვოსა და მომავალზე. გავიგეთ ის თუ რამდენად ძვირფასია ეს დღე რიგითი ქართველისთვის და რამდენად მოპოვებულია ქვეყნისთვის რეალური დამოუკიდებლობა. 26 მაისი და ის ჩვენი მაშინდელი მოპოვებული დამოუკიდებლობა გვახსენებს იმას, თუ რა ხალხი ვართ მართლა, რა არის ჩვენი ღირებულებები, რომ ჩვენი მიზანი არის მართლა დამოუკიდებლობა, დემოკრატია, თავისუფლებისკენ სწრაფვა და დღეს მიუხედავად იმ ბრძოლისა და იმ რაღაცა უდიდესი ბრძოლისა, რაც ჩვენმა წინაპრებმა იმაში ჩადეს, რომ დღეს ჩვენ დამოუკიდებელი ქვეყანა გვერქვას, ამ დამოუკიდებლობას დღეს გვართმევენ და ჩვენი ქვეყანა დგას მართლა ამ გზაგასაყარზე, რომ ჩვენ ვიარსებებთ როგორც სახელმწიფო თუ დავკარგავთ ამ დამოუკიდებლობას და დაუოკებელი ძალაუფლების მოხვეჭის გამო რომ დავკარგოთ, ამის წარმოქმნაც კი არ მინდა და ახლა აქ გამოვედით მე და ჩემი მეგობრები და თან მაისურებზე გვაქვს წარწერა ძირს რუსული რეჟიმი და ასევე უკან გვაწერია თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს. ჩემ მეგობრებთან ერთად გადავწყვიტეთ, რომ ამ ხალხმა იცოდეს რეალურად, რომ ქვეყნის დამოუკიდებლობა დგას საფრთხის წინაშე, მინდა ამ ხალხმა იცოდეს, რომ დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა გრძელდება და მინდა მათ წაიკითხონ, ნახონ და გაიაზრონ, რომ იმ ქვეყანაში სადაც ამდენი 5, 16, 17, 18, 20 ახალგაზრდა მართლა ბავშვები, ნაცემი, ყავს პოლიტპატიმრები, ნაწამები ხალხი ციხეში, იქამდე ქვეყანა ვერ იქნება დამოუკიდებელი და თავისუფალი და ფარსია ის ყველაფერი, რაც ირგვლივ ხდება, თუ ჩვენ ამ საქართველოს ჩვენს ქვეყანაში ჩვენ თავად არ ვიქნებით თავისუფლები. გამონთერითე ძალიან მნიშვნელოვანია, ეს არის საქართველოს ზეიმი და საქართველო ყოველთვის უნდა იყოს დამოუკიდებელი და ამისთვის ბრძოლობს საქართველო ამდენი წელია და ჩემი აზრით ეს არის ძალიან ისეთი ერთიანობის დღე, სადაც საქართველო ერთმანეთს გულში დაუდგა და ეს აუცილებლად უნდა გაგრძელდეს ასე და მაგიტომ ბრძოლობთ არამედ ჩვენ, არამედ ყველა საერთოდ მოქალაქეები, რომ ერთიანობა გქონდეს და სიყვარული გქონდეს, რაც მთავარია და ეს დღე ზუსტად მაგას აღნიშნავს და ამიტომაც არის ეს მნიშვნელოვანი ჩემთვის. რაც შეეხება დამოუკიდებლობას, რაღაცები კი გვაკლია მაგასთან, იმიტომ რომ ძალიან ასე ვთქვათ, აზრთა სხვადასხვაობა არის სოციუმში, რომ აი ვართ თუ არა დამოუკიდებლები. ჩემი აზრით ერთიანობა არის ამისთვის საჭირო რა და ამ შემთხვევაში ახლა მთლად ერთიანები არ ვართ, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ვცდილობთ და მაგიტომ გამოვდივართ აქციებზე, მაგიტომ ჩვენ მაგიტომ ვაფიქსირებთ, რომ საბოლოოდ შეიქმნას ეს ერთიანი სოციუმი და ერთიანი სამშობლო, რომელსაც ჩვენთვის ბრძოლობ და ქვეყნისთვის. საქართველოს დამოუკიდებლობის დღე ყველა ქართველისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი და რავი გვიხარია ახალმა თაობამ რო იცოდეს რა ფასად დაუჯდა ეს. რავი ზოგი წიგნით მიიღებს განათლებას, ზოგი ზეიმით და ერთობით და ხალისო დღესასწაულია. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ეს დღე, როგორც საქართველოს დამოუკიდებლობის დღე. აი ზვიადიდან დაწყებული ვიტყვი ნახდა და საქართველოს გამძლიანების და ბედნიერი მომავლის დღე იყოს. რაც ქართველ ხალხს უმრავლესობას უხარია და ახალგაზრდობას უნდა მე მაგას ვეთანხმები. პირველ რიგში გაფრთხილება უნდა საკუთარმა ხალხმა უნდა დაინახოს ეს და დაუდგეს უნდა ერთმანეთის გვერდში. ერთმანეთის გვერდში დგომის გარეშე არაფერი არ მოხდება. არასდროს. დამოუკიდებლობა უნდა იყოს, მართლა სიტყვის თავისუფლება უნდა გქონდეს და თავისუფალ ქვეყანაში ცხოვრება. ძალიან ძვირფასი დღეა და ჩვენ ახალგაზრდა თაობამ ამ დღესაც უნდა გავუფრთხილდეთ და აი ამ ყველაფერს რაც ეხა გვაქვს, ამისთვის უნდა ვიბრძოლოთ და არა ვიღაცა რუსი აღარ დავასახელებს ზედმეტად. ძალიან დასაცავია ეს ყველაფერი და უნდა გავუფრთხილდეთ, მაგრამ
სამწუხაროდ დროთა განმავლობაში იქნება ეს ყველაფერს, იმიტომ რომ ქართველი ერს ოდითგანვე არაერთი ისტორიული მომენტები გვახსოვს, რომ თავი არ დაგვიხრია, იყო რომ შემოსევების დროს ერთ ქართველ მეომარზე 15 თურქები მოდიოდნენ, მაგრამ არც მაშინ არ დაუხევიათ უკან და არც ახლა დავიხევით ალბათ უკან. ყველაფრისთვის ყველა მზად იქნება, ყველა თავის სამშობლოსთვის გაწირავს თავს.